ადამიანები ისევ ცხოვრობთ, თითქოს გვესმის რა ხდება, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ შენი გადაწყვეტილებების 99% შენი არ არის. შენი რეაქციების 99% ავტომატურია და რასაც შენ საკუთარ თავს უწოდებ, არის უბრალოდ ჩვევების ნაკრები და შემთხვევითი პროგრამები. დარწმუნებული ხარ, რომ რეალობას ხედავ? მაგრამ ტვინი ვერ ხედავს რეალობას. ის აგროვებს სამყაროს სურათებს, როგორც ფილმის რედაქტორი, ნაბიჯ-ნაბიჯ ეტაპობრივად. ის იღებს იმას, რაც ნაცნობია მისთვის, იმას, რაც ადრეც გამოგიცდია და რაც იწვევს შიშს და სიხარულს და მას სამყაროს სურათად აქცევს და ბოლოს შენ არ ხედავ სამყაროს, არამედ ხედავ შინაგანი ინტერპრეტაციების ნაკრებს, რომლებიც ერთმანეთზე ეწყობოდა წლების განმავლობაში. იმას, რასაც ფაქტებად მიიჩნევ, უმეტეს შემთხვევაში არის უბრალოდ ჩვეულებრივი დასკვნები, რომელსაც ტვინი ავტომატურად აკეთებს. რაც შენ სიმართლე გგონია, არის უბრალოდ ის, რაც შენს გონებაში მრავალჯერ მეორდება. ის, რაზეც ფიქრობ, რომ მე ასეთი ვარ, ეს უბრალოდ ძველი სქემაა, რომელსაც ტვინი აწარმოებს, რადგან ასე უფრო ადვილია ვიდრე შეცვლა. და აი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ანგრევს მთელ ჩვეულ კონსტრუქციას, თუნდაც ის, რომ ადამიანს როგორსაც ხედავ, ისეთი არ არის სინამდვილეში. ესენი შენი ფილტრებია, შენი მოლოდინები, შენი შიშები, შენი წარსული ურთიერთობები, შენი ტკივილი და შენი გამოცდილება. შენ არასდროს არ შეხვედრი ხარ ადამიანს პირდაპირ, ნამდვილი სახით. შენ ხვდები ადამიანს შენი წარმოდგენების ნაკრებით, რომელიც ტვინმა შექმნა. და როდესაც ამას მიხვდები, ჩნდება უფსკრული, რომლის მეშვეობითაც შესაძლოა აწმყოს დანახვა. 3D სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, არასტაბილურია. ის შენი შინაგანი მეს ანარეკლია. როდესაც გაბრაზებული ხარ, ნერვიულობ, ეჭვიანობ, ადარებ, განაწყენდები, ეს შენ არ ხარ. ეს შენი წარსული გამოცდილებაა, რომელიც იტვირთება შენში ავტომატურად. შენი სხეული მანამდე ახდენს რეაგირებას, სანამ შენ გააცნობიერებ და მოასწრებ არჩევანის გაკეთებას. რაც გგონია, რომ შენ გადაწყვიტე, ის დიდი ხნის წინ მოხდა. შენ არ ირჩევ, შენ ეწევი მას და აი ეს არის ნამდვილი თავსატეხი. რეაქცია ხდება ადრე, ვიდრე მოასწრებ რამეზე დაფიქრებას. შენი სხეული იღებს გადაწყვეტილებას წამის მიასეჯში. მერე კი გონება იგონებს ახსნას, თუ რატომ გააკეთა ასე. შენ არ ირჩევ სიბრაზის აფეთქებას, შენ არ ირჩევ წყენას, შენ არ ირჩევ განგაშს. ეს უკვე მოხდა შიგნით ნერვულ სისტემაში მანამ, სანამ ამას გააცნობიერებდი. ჩვენ შევეჩვიეთ ვიფიქროთ, რომ მე გადავწყვიტე, მე ასე გავაკეთე, მე ასე ვგრძნობ, მაგრამ ეს კონტროლის ილუზიაა. შენ უბრალოდ ადასტურებ იმას, რაც უკვე მოხდა შინაგანად. ამიტომაც ცხოვრობენ ადამიანები ავტომატურად. ისინი ვერ ამჩნევენ, რომ მათი ათასობით რეაქცია ეს მათი არჩევანი კი არა, არამედ ადრინდელი ჭრილობების, სხეულის ავტომატური შაბლონებისა და წარსული გამოცდილების შედეგია. როდესაც ამ ყველაფერს ხედავ, პირველად ჩნდება სივრცე, ბიძგი, მანძილი, მომხდარსა და მე ვრეაგირებს შორის და ამ მანძილიდან იწყება თავისუფლება. შენ არ შეგიძლია მოვლენების მართვა, შენ არ შეგიძლია ადამიანების მართვა, ვერ მართავ ემოციებს. შენ მხოლოდ შეგიძლია აკონტროლო ის, თუ საით იყურები შინაგანად. როდესაც ცვლი ყურადღების მიმართულებას, იცვლება რეაქცია, იცვლება აზროვნება, იცვლება ქცევა, იცვლები შენ და იცვლება მთელი შენი ცხოვრება.
ეს არის რეალობის შეცვლის ერთადერთი ბერკეტი, რომელიც მუდამ შენს ხელშია. და ყველაზე საოცარი ის არის, რომ როგორც კი იწყებ იმის შემჩნევას, თუ საით მიდის შენი ყურადღება და იწყებ ამ ყურადღების მიმართვას შენთვის სასურველი მიმართულებით, შენ ხვდები, რომ სწორედ ეს შენი გაცნობიერებული ფოკუსირება სასურველზე შეცვლის შენს სამყაროს. როდესაც ტოვებ მიჯაჭვულობას შემაშფოთებელ აზრებზე და მიმართავ გონებას პოზიტივზე და მთელი არსებით შეიგრძნობ ამას, სისტემა იწყებს განახლებას და გადაწყობას შენ სიხშირეზე. როდესაც ყურადღება გადაგაქვს სხეულზე, სუნთქვის რიტმზე, რეალურ მომენტზე, წინა რეაქციები კარგავს ძალას. რეალობა აღარ გმართავს შენ. ის აგრძელებს იმას, რასაც შინაგანად უყურებ და რაც უფრო პოზიტიური და სტაბილურია შენი ყურადღება, მით ნაკლები ქაოსი, შინაგანი ხმაური და ავტომატური რეაქციებია გარშემო. ფიქრები თავისთავად ჩნდება, ემოციებიც თავისით მოდის, სხეულიც დამოუკიდებლად ცხოვრობს. შენ კი ხარ ის, ვინც ამ ყველაფერს აკვირდება. ყოველი აზრი აფეთქებას გავს, ყოველი ემოცია ტალღის მსგავსია, ყოველი რეაქცია კი ქარის მსგავსი, მაგრამ შენ არც აფეთქება ხარ, არც ტალღა და არც ქარი. შენ ხარ ის, რომელიც არასდროს იცვლება. შენ ხარ დამკვირვებელი და როდესაც ამას აცნობიერებ, ყველა ადრინდელი კონცეფცია ინგრევა. ცუდი ვარ, სუსტი ვარ, არ შემიძლია, საკმარისად კარგი არ ვარ, ისეთი არ ვარ, როგორიც საჭიროა და ასე შემდეგ. ეს შენ არ ხარ, ეს უბრალოდ გონების ხმაურია. და როდესაც ამჩნევ, რომ ფიქრები თავისთავად მოდიან არსაიდან, ნათელი ხდება, რომ რასაც ფიქრობდი იყო მხოლოდ უბრალოდ ჩვეული გამოხატულება. შენ არ ქმნი აზრებს, შენ იღებ მათ გამზადებულს. შენ არ იწვევ ემოციებს, შენ ამჩნევ, რომ სხეულმა რაღაცაზე მოახდინა რეაგირება. საკუთარი თავის წარმოდგენაც კი უბრალოდ მოგონებების, რეაქციებისა და ჩვეული როლების ნაკრებია. მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად არის რაღაც, რაც არასოდეს იცვლება და ეს არის ყოფნა, რომელიც ამ ყველაფერს ხედავს. ის არ ბერდება, არ ღელავს და არ ამტკიცებს არაფერს. ის უბრალოდ არის და როდესაც შეწყვეტ ფიქრებს და დაიწყებ ცხოვრებას ამ ადგილიდან, ანუ ყოფნიდან, გარშემო ყველაფერი შეიცვლება. შენთვის აღარ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რას ფიქრობენ შენზე. აღარ გაშინებს ის, თუ რა მოხდება და ეს იმიტომ, რომ აღარ დგახარ ქარიშხალში, შენ ხარ სიჩუმის შუაგულში და ეს შენი სიმშვიდე გამოიწვია იმ ჭეშმარიტების გაცნობიერებამ, რომ შენ ცხოვრებას ქმნიან არა გარეგანი ფაქტორები, არამედ შენ თვითონ ქმნი მას შენი ყურადღებით, გრძნობებითა და შინაგანი მდგომარეობით. და თუ ეს ყველაფერი გააცნობიერე, უკან დასახევი გზა აღარ არსებობს. რაც მთავარია, შენ არ გჭირდება გახდე ახალი ადამიანი. საჭირო არ არის შეიცვალო ხასიათი. გადაწერო ბედი, ებრძოლო საკუთარ თავს, ან გამოასწორო წარსული შეცდომები. ყველაფერი, რაც ნამდვილად ცვლის ცხოვრებას, არის ის, თუ საიდან იყურები. თუ შიშიდან იყურები, სამყარო ხდება სახიფათო. როდესაც ტკივილიდან იყურები, სამყარო ჩანს უსამართლო. როდესაც სიჩუმიდან უყურებ ცხოვრებას, ყველაფერი მარტივდება და თავის ადგილზე იწყებს დალაგებას. რეაქციები რბილდება, გადაწყვეტილებები ზუსტია, ადამიანები ხდებიან გულწრფელი და ცხოვრება კი უფრო მშვიდი და სასიამოვნო ხდება.
და ეს არა იმიტომ, რომ სამყარო იცვლება, არამედ იმიტომ, რომ შენ წყვეტ სხვისი პროგრამებით ცხოვრებას და ბრუნდები იქ, სადაც ყოველთვის იყავი, ნამდვილი შენ. და ეს მდგომარეობა არის სუფთა, სტაბილური ყოფნა. ძვირფასო, გთხოვ გამოიწერო არხი, მოიწონო ვიდეო და გააზიარო. მოდით, ერთად გავავრცელოთ სინათლე და სიყვარული ჩვენს პლანეტაზე და გავულამაზოთ ერთმანეთს ცხოვრება. გისურვებ სიმშვიდეს და უსაზღრო ბედნიერებას.